მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ, ბათუმის აგრარულ ბაზარში. გვაინტერესებს ფასები, როგორია წინა სახალხო დღეებში, რამდენად გაიზრდა პროდუქტები, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლებიც არის ყველაზე მოთხოვნადი ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, იგივე მიგოზი, ქათამი, გოჭი, საქონლის ხორცი, ყველი. ჩვენ ყველამ დავხთან მივიღეთ, ვეცდებით გავიგოთ, რამდენად გაიზრდა ეს პროდუქტები, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე დღის წინ ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ლაპარაკობდა ფასტამატებთან დაკავშირებით, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება ამასთან დაკავშირებით და ასევე ცნობილია, რომ 20 ლარით მოიმატა პენსიის რაოდენობამ ქვეყანაში 2025 წელს. ამათ იმატა მყიდველების რაოდენობამ ბაზარში, აგრარულ ბაზარში, რაც ამბობენ თავად ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ აგრარულ ბაზარში და როგორია წინა სახალხო ფასები ამის გარკვევას ვეცდებით ჩვენ ბათუმის აგრარულ ბაზარში. მოდით დავიწყოთ თაფლით და ნიგზით თუნდაც მოგესალმებით, ნიგზის ფასი რო გითხრათ, როგორ არის? 25 ლარი. 25 ლარი, ხო? ყოველს ფასი ერთნაირია? ეს ყველა ერთი 25 ლარი სხვა. გაძვირდა წელს ნიგოზი? რამდენით? 2 ლარი, 3 ლარი. ანუ გასულ წელს ახალ წელს? ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვარ. ისე კაცინი გამოჩნდებით, ისე გითხარით ფასები. მინდა არა, ვერ ამას ხალხი. არა, ისე მოგვიყევით, კაცინი გამოჩნდებით, ისე გითხარით ფასები როგორ არის? 25 ლარი ახლა აიგე. ანუ გასულ წელს ამ დროს 22 ლარი და 22 ლარი. რამ გამოიწვია ეს მატება ძირითადად? ცოტა უჭირს შემოდანი რა, შემოდანი. ანუ ეს ქართული ნიგოზია, ხო? ქართული ნიგოზია გაქვთ? მადლობა. 25 ლარი ქრის ნიგოზი, როგორც აღვითხეს. ეს არის ძირითადად შემოტანილი, ანუ იმპორტირებული ნიგოზი და არა ქართული ნიგოზი. მოგესალმებით, თქვენ რა ღირს ნიგოზი? ნიგოზი ბატონო ჩვენთან არის 25-იანი, არის 18-იანი და არის 23-იანი. არის სხვადასხვა ფასები. ქართული ნიგოზია ეს. ქართული ნიგოზი არის 23 და 25. მეორე ხარისხოვანი ეს რუსულას ვერ კერკენ ნიგოზი არის, მაგ არის 20-დან 18. 18 ლარად ეხით ამას. რამდენად გაიზრდა წელს ნიგოზი გასულ წელთან შედარებით? არ უმეტებულა ფასი? ნიგოზი არის რეალური ფასი, გასულ წელში როგორც იყო ეს. 100 ლარის იგივე ეს. თქვენთვის რამდენად გაიზრდა ცხოვრება ახლა ვინც აქ ვაჭრობ? მაგრამ სანზო აი მოიმატა თქვენ პენსიებმა 20 ლარი დაამატეს პენსია. მაგის თქმა მცხვენია მეთვით. პენსიონერი, მე მცხვენია მაგის თქმა. არ არის ეს რამე სახის შეღავათი თქვენთვის რომ უფრო მეტი პროდუქტი იყიდოთ? მაგასაც უწეირებდა მაგოს ლარს. ვაში წვეთით არ ნიშნავს არაფერს. ამ ფასებთან შედარებით და კიდე ელექტროენერგია ზრდება, გაზი ზრდება, ახალი არაფერი ნული. დღეს იმსჯერა შეხოშორი სემეკვე და თქვა რომ 3 თვით გადავავადეთო ეს გაძვირებო. ანუ დერი კი გაძვირდებო, მაგრამ დღეს უნდა გაძვირებულიყო. დღეს თქვა რაოდენობით გაძვირდებოდა, მაგრამ თქვენ რომ 3 თვის შემდეგ გაძვირდებაო. ალბათ 3 თვის ერთი დღეს კიდე დაამატებენ. ახლა რაღაცა ვიქრობენ ასე. თუ 2 თვით და 4 დაამატებენ მაშინ ალბათ. ანუ არ გჯერათ რომ რეალურად იზრუნებენ ისინი თქვენს და ხალხის საჭიროებებზე? არა. გამორიცხა. აი ირაკლი კობახიძე გამოვიდა 24 დეკემბერს და ისაუბრა ფასტამატებზე, რომ ეს არის არარეალური ფასტამატები, ძალიან მაღალია მოგება ბიზნესმენების და დაიკლებს ეს ფასები და გამოძიება დაიწყო. ეხლა როგორც სუსმა, ასევე პარლამენტმა შექმნა კომისია. მოდის, ახლა დღეს გიგო, ახლა გიგო. 10 დღეს. 100-ია, 10 წელია 100. მოდის. ეს არის ზღაპარი, ეს არის ხალხის სატყვა რა, გადაგდებული. კარტოფილზე გაკეთებული ხალხი. კარტოფილზე გაკეთებული ხალხი. თქვენ რას ფიქრობთ, ქალბატონო, არ გაიაფთება ეს პროდუქტები? არ გაქვთ ამის მოლოდინი, რომ შემცირდება ფასები? წინში და სახელმწიფო იმ ბიზნესმენებმა იმატა და საიდან გაიაფთება? უბრალო ბაზართან დგას წილში და განაწილება გაიგება. ბაზართან როგორ არის წილში? შეგიძლიათ მოგვიყვეთ?
ანუ ის რომ ჩვენ ამას გამოვიძიებთ, როცა ამბობს ოცნების მთავრობა, შექმნეს საპარლამენტო კომისიაც. ანუ მათი ჯიბეებისთვის ზრუნავს რეალურად ოცნების მთავრობა. საქართველოს ყოფილიყო ამ პეიჯი არ იქნებოდა. ოცნებთ რომ გაზარდეს პენსიის რაოდენობა და იმატებს ასე პენსიის რაოდენობა ყოველწლიურად, ხო? მაი 20 რაი წეიგოს და დავაგითხო და გაბრაზებულია მაიმე. ანუ ამის არ გჯერათ რომ გამოიძიებს მთავრობა რამეს და ფასტამატებზე დაადგენს თქვა რეალურად რა ფასი უნდა ღირდეს ასეთი პროდუქტი, ის რომ ევროპაში უფრო ძვირი ღირს პროდუქტები ვიდრე ჩვენთან, რომ ამაზე ლაპარაკობდა ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინ. ეხლა რო თქვა რომ ევროპაში უკვე იაფია და ჩვენთან ძვირი ყოფილაო, მაგის ხო? კი. და ამაზე ადრე მეწერა მაგალითად სტატია ბათუმელებს შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე სტატია. ჩვენ წლების წინ ლაპარაკობთ იგივეზე, რომ თქვა გერმანიაში ან საფრანგეთში უფრო იაფია საკვები პროდუქტები ვიდრე ჩვენთან. დროგი ჩვენს, ნახე. ინტერესო რა არის ის ბიუჯეტს რაზე ავსო მათი ჯიბიები და ბიუჯეტმა იმატა 3 მილიარდი წელს ვარ შედები. მეტი 3 მილიარდი. შეგამოდის მათი ჯიბიები და 3 მილიარდი ბიუჯეტის მიღება ამ ქვეყნის უნარი წარმატებული. ძალიან დიდი ბიუჯეტი. იზრდება ხელფასებიც ასე ვთქვათ ბათუმის მერიაში დასაქმებულების ხელფასები გაიზარდა დაახლოებით 6 მილიონი ლარით. ვიცი, სემეკის ხელმძღვანელი 460,000 რაღაცა სწორდება. ზუსტად არ მახსოვს მისი ხელფასი, მაგრამ საკმაოდ მაღალი ხელფასი. სემეკის ის ვინც ახლა აძლიერებს. დენის ტარიფს ვინც გვიძვირებს, ხო? 60,000 მე 60,000 სიმართლე გითხრა 5 წელი მინდა რომ სადმეიდან გაცხარდაებს თქვენ რამე დახერხებთ წინა საახალწლოდან მოახერხეთ ამ შემთხვევაში გეყიდათ ის საკვები პროდუქტები რაც გჭირდებოდათ ოჯახში ახალი წლის დღესასწაულისთვის. ახლა რაღაცა ცოტ-ცოტ ახლა სადა მაგისთან თავისთან მაქსიმალი გამოდის. ან ჯერ არ შეგიძენიათ. მაგრამ ახერხებთ ყველაფრის შეძენას რაც გჭირდებათ ახალ წელს. ვერ ვახერხებ მაგას ახლა გლეხი კაცი ყველაფერს ვერ ვახერხებ. რას ფიქრობთ ამ პოლიტიკურ სიტუაციაზე ქვეყანაში რაც არის შექმნილი? რა გამოსავალი არსებობს? თქვენ რა გამოსავალს ხედავთ? ჩვენ ფაქტია რომ შორდებით ევროპას და უახლოვდებით რუსეთს, ხო? ძალიან კაფიოდ ჩანს რომ იგებს ქართული ოცნების მთავრობა რუსულ კანონებს, პირდაპირ უპირისპირდება დასავლეთს, უკვე ფაქტობრივად შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი, ამაზე დიდ ლაპარაკობენ ევროპული ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირები. თქვენ რა გამოსავალს ხედავთ როგორც ერთი მოქალაქე? მე გლეხი კაცი მე რა უნდა მე რა ვიზები. იცის და ვინც მაგ საქმეში ახებულია და ჩახებულია ისინი ყველა დანარჩენი მე გლეხი კაცი. თქვენ როგორც ერთი მოქალაქე რას ფიქრობთ? რა გამოსავალს ხედავთ? გამოსავალი ისა თავრობა უნდა შეცვალოს კურსი და შეიცვალოს თავრობა შეცვალოს და კურსი და ყველაფერი აკეთოს და აკეთოს. ხედავთ მაგის რესურსს რომ შეიძლება შეცვალოს თავრობამ თავისი კურსი? ან ამის რესურსი აქვს ქართული ოცნების არალეგიტიმურ მთავრობას? რომელი გინდა? აგი რომელი აგი კახურია? ხო აი ჩვენი თქვენ გაქვთ უფლება რომ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება და გქონდეთ თქვენი მოსაზრება, ხო? არა ის ბლება არაფერი თეთრი თუ ტროტუარზე რომ დადგება და გაისუფლებაზე საუბარი არა მე გაძლევ ტროტუარზე გამოხატვასაც კი გძალავენ, ხო? იქაც კი პროტესტის გამოხატვა იგივე. ეგ რას ნიშნავს თქვენთვის, რომ ტროტუარზეც კი აღარ შეგიძლია დადგომა? კი ბატონო. მაშინ შერეული რომ ახლა უნდა ამხელა. ნახე უნდა იარო ტროტუარზე. ნახე ამას სხვა გამოსავალი არ არსებობს? ამ ქვეყნის გადარჩენის. აი თქვენ ბრძოლა გრძელდება ამ დრომდე ქვეყანაში. ყველა დღე საპროტესტო აქციებია, უკვე 400 დღეა. წელიწადზე მეტია გრძელდება პროტესტი. ეს არ არის მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა არის, მაგრამ ვისეს აგი არის თქვენი სახელი და გვარი? გურამ დარჩენილი მე ბატონო გურამ. თქვენ რას გვეტყოდით? გამოსავალზე. ასი არა მედია ლაპარაკი მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? რა დაგავაკეთოთ არაფერი შეიძლება აბა რას დაველოდოთ? ცხოვრება გიჩვენებს ყველაფერს მადლობა. ალბათ გაძვირებული დაგვხდათ ბაზარი, შეგიძლიათ მითხრათ? გაძვირებული არის თუ არა ბაზარი? მინდა და მანერა თავი. ბატონო, თქვენ რა გითხრათ? გამოყენება მინდა ხოდი რომ ეს არის ეს
გაძვირებულია ბაზარი თუ არა? ბევრად არის მომატებული ფასები. ეს რა ერკეტა რუჩი. ასეთია ნიგზის ფასები და ჩვენ მოისმინეთ მოქალაქეების პოზიციები, რომლებიც ვაჭრობენ ბათუმის აგრარულ ბაზარში ნიგზით, ასევე ქალბატონებს, რომელიც მას გამოხატეთ ამის მოსაზრება. თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ქალბატონო დღეს, რომ შეიცვალოს პოლიტიკური სიტუაცია? როგორ უნდა შეიცვალოს? დადგება თავობა და უნდა გადადგეს? რატომ? არ მიყავს სწორი დრო. საითკენ მიდის ახლა ქვეყანა? დაანგრევისკენ მივაქვს. თქვენ რამდენად ახერხებთ ახლა იმ საკვები პროდუქტების შეძენას, რაც გჭირდებათ საახალწლოდ ოჯახში? ცოტა ყველაფერი ერთად, ცოტ. ან ყველაფერს ვერ ყიდულობ? რა გაძვირდა თქვენთვის ყველაზე მეტად თვალშისაცემი? მე მარტო ხედავარ. მარტო ცხოვრობ? ყველაფერი გაგიო, ხუთი ლარობის ყველაფერი ერთად. მართლა. ესია აღამყოფის და თავარყოფი წამების იმისი არ ვიცი ყველაფერი. ანუ ეს პენსია რო გაზარდეს, მაინც არ არის საკმარისი თქვენთვის. 20 ლარი მოამატეს, ხო? 20 ლარია. რამეა 20 ლარი? 20 ლარი პრეფერ ვატე. 20 ლარი პენსია დამატებ და 100 ლარი სტამდები გახარდა. სტამდები ყველაფერი მომატებულია. ატირება. თქვენ რა აგრის ეს სუნელები, მოდი ეს ფასები მიყარი. თითო ლარი გრის ნებისმიერი? აი ეს დიდ პარკებში რაც არის თქვენ წიწაკა, ესენი 5 ლარი, ხო? ეს არის წიწაკა, დაგერგელი წიწაკა, ხო? ადიკა ეს პლანური მარინი. ესეც 5 ლარი გრის? მაგრამ მომატებული, რამე არა მომატებული. ეს რა გინდა ადრე? ადრე 2.5 ღირი. ანუ წელს გაძლევდა? ხო, ახლა მე მეგობრობა თეატრალური დაკიდობა და კომალია და მიყიდე. ანუ წინა ახალი წლის დღეებში 2.5 გინდა? 5 ლარი იყო წინა ახალი. აბა რა გაძლევდა, რა მოიმატა? იგივეა, იგივე ფასებია. ანუ იგივე ფასად გინდა. და ესეც ლარი გინდა, ლარები, ანუ სუნელები. თქვენი სახელი და გვარი? ავანტე გული. დიდი მადლობა. ასეთია მოქალაქეების განწყობები ბათუმის აგრარულ ბაზარში, ძლიერად წვიმს და ჩამოდის წვიმის ქვაც. ამაგას ამბობი, ფასები რა გითხრათ, თურმის ჭირის და ჩურჩხელების? თუმრის ჭირი 20 ლარი. როგორ? თუმრის ჭირი 20 ლარი და კარალიოკის ჭირი 10 ლარი. 10 ლარი, ხო? ჩურჩხელების ფასი როგორ არის? ჩურჩხელების არის 2 ლარი, კახური თბილისა და ნიგოზისა 2.5. გაიზარდა ჩურჩხელას ფასი, წელს თუ იგივეა. თბილის ჩურჩხელის ფასი ცოტა მოიმატა, იმიტომ რომ თბილი არის ცოტა ძვირებული წელს. რამდენით არის დაახლოებით ფასები შაშა გაზრდილი? 25 ლარი კილო და წელს გის 50 ლარი კილო. უკვე მოხალული ხდება. მაშია ცოტა მომატებული ფასები. რამდენად გაძვირდა თქვენთვის ცხოვრება, როგორც ერთი მოქალაქისთვის? გაძვირდა ყველი ღის 25 ლარი, ესა გაძვირებული და ბოდიში. კი ბატონო, გაისაუბრეთ. ეს არის ლარნახევარი. ანუ ყველიც გაძვირდა. ყველიც გაძვირდა, ხორციც გაძვირდა, ყველაფერი თუ გაძვირდა. გჯერათ ახლა იმ ანონსის, რაც გააკეთა ქართული ოცნების მთავრობამ, რომ აი გაიაფრება პროდუქტები, მას შემდეგ რაც გამოიძიებენ, რატომ არის ასეთი ფასდამატები? რატომ არ გჯერათ? იმიტომ რომ რაფერს არ აკეთებენ, რაც ხალხისთვის საჭიროა. აკეთებენ მისი ჯიბისთვის მაგრამ. ანუ რეალურად რომ ისინი იზრუნებენ, თქვათ რომ გამოარკვიონ რა არის ფასების ასეთი ზრდის მიზეზი და შემდეგ გაიაფრეს, ამის მოლოდინი არ გაქვს? არა. წამლებიც მოიმატა და ყველაფერი დიდი ბოდიში. სამაგერ პენსიები გავზარდეს. პენსიაზე მე არ ვეშავ, დიდი ბოდიში კარგად. კარგი, თქვენი სახელი და გვარი? ანა. მადლობა ქალბატონო ანა. მოგეთ გავიგეთ ჩურჩხელის ფასებიც, ეხლა გავიგოთ სხვა საკვები პროდუქტის ფასები. რამდენით გაძვირდა მაგალითად ქათამი ან გოჭი. მოდი გოჭით დავიწყოთ. ვერ ვიტყვით რომ ბევრი ადამიანია ბაზარში. თუმცა აშკარად არის პირველები, დღეს 29 დეკემბერია, ანუ გააქტიურებულია წინა საახალწლო ვაჭრობა.
მოგესალმებით, ფასები რომ მითხრა, თქვენთან რა არის ქათამი? 30, 150, 40 იხმი. 40-ია იხმით, ხო? მადლობა. მოგესალმებით, ფასები რომ მითხრათ, როგორ არის თქვენთან? 120, 130, 150. ეს რა? 5 კილო, ინდაური 130 ლარი. 5 კილო ინდაური 130 ლარი. რა რომელია ეს ინდაური? იმერეთის ინდაური. ეს რაც აჭყვია, ხო? ანუ ეს არის 130 ლარი. 130. ქათმის ფასი როგორ არის? ქათამი 55-50 დედალი. ქათმის დედალი, სოფლის. სოფლის, ხო? და იხმის ფასი როგორ არის? იხმის ფასი 25 ლარი. 25 ლარი. გაიზარდა ახლა ეს ფასები იხმის ან ინდაურის? ჩაჩენდა შედარებით დიაფია. პირიქით გაიაფთა? გაიაფთა პირიქით ჩაჩენდა მოძვილი. რამ გამოიწვია თქვენი აზრით ეს გაიაფება? რამ გამოიწვია კულობა. ხალხი კულობა. სიდუხლია. ეკონომიკური ზრდა გვაქვს 10%-ო. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპაში გვაქვს უპრეცედენტო, ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდა. მინდა ხალხი და უფრო დაჭაჭანარდა და გაღარტა. და ღარიბი გახდა. ასე პენსიები იმატებს, ეხლაც მოიმატა. პენსია მომატებოდ ვერაფერს არ ვიყიდი. ნახევარ გადამფრენი. ნახევარ გადამფრენი. 5 წუთიან ოჯახში. რამდენად გაიაფთა ქათმის ან ინდაურის ფასი გასული წლის? კიდველი არა, კიდველი. მომხონადი არა. უჭირს ვერ კიდე უნდა, მაგრამ ვერ კიდე. ან თქვა დიდი ხანია რაც ვაჭრობთ ამ ბაზარში და წესპრო ნაკლები ხალხია ვიდრე წინა წლის წინა სახელმწიფო დღეებში. ნაკლები ხალხი შემოვიდა ვერ კიდე. უნდა, სულს, მაგრამ ვერ კიდე. უნდა, კიდასული და გუძვენა ვერ კიდე. ფინანსები არა. ანუ აღარც მოდიან ადამიანები ბაზარში რომ რა იყიდონ თქვა იგივე ინდაური, ხო? ფანის კაცმენს უფრო კიდება ვიდრე სოფლის კაცმენს. იმიტომ რომ ის უფრო იაფია. იაფია, შედარებით უფრო იაფია. აი ხო დაანონსა ირაკლი კობახიძემ რომ გამოვიყულებთო ჩვენ რომ გამოვიძიებთო უფრო სწორად რატომ არის ფასები ასეთი მაღალიო საგპროდუქტებზე. მე ვიტყვი მოხუცებულები არ შეუძლიათ მოვლა მოხუცებულებს. ახალგაზრდა დიდვანი ფხილებია გამყრანი და არ შემოწა არაკეთებს რამეს. სამსახურები უნდა და დანარჩენი არ სოფელში არ არის. ვერ მოყავს მოსავალი კატამწარდის, გორსაზის, არაფერს არ იცის. იმიტომ გაძვირდა ფასებები მიტყარა. იმიტომ არ შემოდის ბაზარში. ხო, მაგრამ ძირითადად თავრობა გულისხმობდა სხვა საგპროდუქტებს, ხო? როგორიცაა მაგალითად სპაგეტი ან ბრინჯი, შაქარი, აი ამაზეც მაღალი ზეთი, კარაქი და ესენი უნდა გაიაფთეს თავრობა ამბობს. ჯერათ რომ გაიაფთება ამის ფასები? არ ვიცი, ეს არ არის. არ არის გაიაფთება. ეხლა შექმნეს პარლამენტში კომისია, რომელიც ამ ყველაფერს იძიებს, ანუ ეს ანტიკონსტიტუციური პარლამენტი უნდა გამოიძიოს ეს. და ასე გამოძიება დაიწყოს უსმა, არ გჯერათ რომ გამოიძიებენ. არ გჯერა. რატომ? ამდენი სუპერმარკეტებში მინდა ადგეს, ფასებს და მინდა ჩამოაფასებს საქმეს. იმი არა. იმე საშუალება ფიზიკურად მოძრობა. ფასების და ნაწევა იმე საშუალება. რას ისურვებდით ამ ახალ წელს და რას უსურვებდით საქართველოს? რას უსურვებდით და გამოკეთებია ხელმძღვანელობა. პენსიას მე ვატებოდი უნდა მაინდომე საარსებო წყარო ვექნეს და მიარსებოთ და ნორმალურად. მე ხომა 70 წელიწადია. რას გავხდი მის მერე თქო. და გინეთ რომ გაფასდეს ეს შრომა. დამიბასე შრომა რა დამიბასე 20 რარ მომიმატე. ეგია დაფასება. თქვენი სახელმწიფო გვარი? აზან აზან? ციქვაძე ვარ, აზა ციქვაძე. მადლობა კაპიტანო აზა. კაპიტანო თქვენ ხომ არ გაქვთ რამე ძავნილი? მშვიდობა თქვენ ახლა ამბობდით და ეს მშვიდობა რა შემთხვევაში ექნება საქართველოს? იყოს მშვიდობა, რომ ახალ რა შემთხვევაში გვექნება ეს მშვიდობა? რა შემთხვევაში სიმშვიდე ექნება და ხო მაგრამ ჩვენ ახლა დღეს ვშორდებით ევროპას, ვშორდებით დასავლეთს და უახლოვდებით რუსეთს. რუსეთთან სიახლოვით და მეგობრობით გვექნება მშვიდობა თუ ევროპასთან სიახლოვით? რუსეთთან ვიქნები, ევროპასთან მაგას მშვიდობა ჩვენთვის არა. რუსეთთან როგორ ხდება მშვიდობა? გვეომება ახლად, საგვართო ტერიტორიები ოკუპანტია და ომობს ახლოს უკრაინაში. როგორც მშვიდობა გვაქვს, ისეთი მშვიდობა იყოს ბოლოს. ხო, ეს მშვიდობა როგორ გვექნება ჩვენ რუსეთის ხელში და რუსეთის მეგობრებით ვიქნებით ჩვენ და არა ევროპის? მშვიდობა ახლა მე რა ვიცი. და როგორ შექმნეს ამ მშვიდობას თქვენი აზრით? დასავლეთთან სიახლოვით თუ რუსეთთან სიახლოვით? კარგი, მადლობა.
რომელი გიხართ? ბათუმელები, ეს არის გამოცემა ბათუმელები. გამარჯობათ, გოჭის ფასები რო გითხრათ? არა, მეზია პატრონი გასულია გოჭის, არ ვიცი ფასი. თქვენ რო გითხრათ ფასები შეგიძლიათ? კაცი არ მოხდა. ისე გითხრათ? ფლება გადამე. კი ბატონო, ისე გითხარი. აი, ხო ხედავ, გოჭია. გადამალე. გოჭია კაცი. გოჭი კი მე არ მოხდა. კანონი გაგებინებო. კი ბატონო, გითხარით ფასები. ჩემი არა, შეგახარებული იქნება. ფასი არ შეგიძლიათ რომ გითხრათ? ჩემი არა, ჩემი. ასეთი უცნაური ამბავიც თუ გვექნებოდა გოჭის გამყიდველებისგან ნამდვილად წარმოდგენელი იყო. პირდაპირ ეთერში ვარ. გოჭის გოჭის ფასები შეგიძლიათ რომ გითხრათ? გოჭი? დიახ. უაზრო ფასია. როგორი ფასია გითხარით? როგორი და 270, 280, 300 და რა ვიცი. 270? ორასამოცდაათი ღირს გოჭიო, როგორც ხარ გითხრეს. გამარჯობა, თქვენ რა ღირს გოჭი? 40 ლარია კილო. 40 ლარია კილო და მთლიანობაში რა გამოდის? 250 დამატებია. 250 300 საშუალო. გაძვირდა წელს გოჭის ფასი წინა წელთან შედარებით, ანუ წინა წელს ერთია სულ ჩაქრატაზე. ჩაქრატაზე. რამდენით გაძვირდა დაახლოებით? შაშა 150 ლარები და 300 ლარი. ანუ გაორმაგდა ფასი, ხო, ფაქტობრივად. რა გამოიწვია ეს მატება? ამდა ყველაფერი გახდა, არ ანუ გასულ წელს ახალ წელთან დაკავშირებით წინა საყაწო დღეებში შეგელო გოჭი გეყიდა 150 ლარი, ხო, სწორად გავიგე? ეხლა ხის დაახლოებით 300. მეტიც გამოდის, ხო? თქვენ თუ გჯერათ იმის რომ ფასები გაიაფთება და შეიცვლება და გაიაფთება ცხოვრება, რადგან ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს. ეს ონლაინ მედიაა, ონლაინ გამოცემა ბათუმელები. გაიზარდა თუ შემცირდა? გაქვთ იმედი რომ შემცირდება? ანუ ზრუნავს თქვენ ფიქრობთ ქართული ოცნების მთავრობა რეალურად ფასებზე და თქვენ საჭიროებებზე? პენსია რა არის 20 ლარი და მიმატა. ინვალიდი კალი ჯოხი გავიდა რომ პოლიციური აგრა ჩემი შვილია ვერ მუშაობს ვერაფერი მე ვერ სიგარეტი ისხანია ყველაფერი. თქვენ ახლა რამდენი წელი ბრძანდებით? 68-ში 67 დავასრულე. და დადიხართ აქ და ვაჭრობთ, ხო? ანუ თქვენ ვაჭრობთ ითი დედლებით როგორც ხობი? ა დედლების ფასი როგორ არის? 40 წელი ზევით კელიკის. ახლა რა გითხრათ თითოეული რაღაც? 200 ეს როგორ შეიძლება რა? ეს ქაცვის ფასები? ინდაურის ფასი. რამდენი 4 კილო და 200 სული არ მინდა 4 კილო მოლეთი არ მინდა. რამდენისა? 100 ლარისა. 100 ლარი? ხო. როგორი ფასებია წელს? როგორი ფასები და? ძალიან ძიმე ფასებია ეს როგორ შეიძლება? ხალხი როგორ უნდა იწყოს? იქ უნდა იწყოს საშინელი. ვის ფასი გაგიკვირდათ ყველაზე მეტად, როცა მოხვედით აგრონ ბაზარში? ხათმები, გოჭი გინდა, ინდაური გინდა და ყველის ვარშე საერთოდ. ყველაზე რა ფასი გითხრეს? გარდა 25 კილო. 25 ლარი. 23 ლარი და. ხო. გოჭი? გოჭი იწყება 300 ლარი. ზედაზე და ჯერათ ვარ რომ გაიაფთება საკვები პროდუქტები საქართველოში, რადგან გველაპარაკება ირაკლი კობახიძის მთავრობა. 22 კილო ხო? თქვენ რა გითხრათ, ფასები როგორ არის თქვენ შემთხვევაში, რომ ჩამოგვითვალოთ, რომ უფრო მარტივად გაიგოს, რომ მაყურებელმა ფასები როგორ არის? ეს არის იხვი, ხო? და 35 ლარი. სოფლის გადამიანო 50 ინდაური 120. ეს არის ინდაური. რადგან 120. ინდაური 120. გაიაფთება, ყველაფერი გაიაფთება. პროდუქტის დასალე და ფეხებმაც გავაძლევ. იზრდება ჩვენ ამიტომ. აი ხო თქვით რომ გაიაფთა უკვე ეს პროდუქტებიო. იმიტომ რომ ზეთებს ორნარი აკეთებ. მე
ეს პენსია, გაზრდილი პენსია რაში ყოფნით თქვენ? და პლუს ეს ძიმე შრომა, რომელსაც ეწევით ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც თქვენ აღნიშნეთ. რამდენი სიტყვით ახლა გადასახადს ყოველდღიურად? თვეში? აქ გადასახადი რამდენია თვეში? რას ისურვებდით ამ ახალ წელს? პირველში ჯანმრთელობას მეტი არ არის. ჯოხი გაქვს. ჯოხი გაქვს. თული არ მინდა ჯანმრთელობა მინდა. არ თუ არა ჯანმრთელობა თქვენს ხელში ხელმისაწვდომი. იღებ თუ არა იმ პროგრამას და დახმარებას იქნების, რაც თქვენ გჭირდებათ უფასოდ, იმიტომ რომ უდმოდ ლაპარაკობთ სოციალურ მთავრობა, რომ ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ან დანარჩენი იქნის ომსახურება, ან სხვა წამალი, რაც გჭირდებათ, უფასო არაფერი არ არის. ან როგორც პენსიონერი უფასოდ ვერაფერს ვერ იღებთ. ერთი მინდა მაგის დარეკვა და გარკვევა, რასთან მივიდე ვერ ხდებოდა და ვერ გალი. მაგრამ როცა იყავით ექიმთან, ფული მოგთხოვეს ამაში? ახლა რა იცი, ძალიან გაჭირებული ვიყავ ზოგიერთი რამე უფასოა და ზოგიერთი უფასოა. მაგრამ თქვენ იღებთ ყოველ შემთხვევაში წნევის სწავლებს, მაგრამ ხო? წნევის სწავლების სახსრების ექიმები, ნევროპათოლოგი, რევმატოლოგი, ყველა ფასიანები. სულ ყველაც მე ჭირდება. და ფასი რანაირიც ასლა რამე. ერთი კონსულტაცია. რამაც გართულდა ცხოვრება თქვენთვის, რამაც თულდება წელიდან წლამდე თქვენი ცხოვრება. ძალიან გართულდა. მაგრამ ზოგიერთს კიდევ ნამეტარი პროუჩის ვიდრე. მე კიდევ კეთილი ხმარი აქვს გაჭირება. რომ დავინახავ ხალხზე წრემლები მოდის და მინდა რომ ამ ფული მივიდო, ან ლარი მივაწოდე რა, ეგ ლარი, მაგრამ ისი მე აუტანელი ხალი ვარ, რომ იმას უწესთან მე საღამოს თბილად და თბილად დავიწყე. მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? დანომი გორგაძე, არ მინდა ტელევიზორში. მაცუმელების პირდაპირ ეთერში ვართ ახლა და მოისმინეს მაყურებლებმა თქვენი მოსაზრება. მადლობა. თქვენს მოდი გავიგოთ ასევე ყველის ფასი, ყველის განყოფილება და ყველის ინიცია აქეთ არის. მოგესალმებით, ყველის ფასი რო გითხრათ, როგორ არის წელს? ყველის ფასი რო გითხრათ? ყველის ფასია იმერული ყველი რა ღვიძლ? არაშოკირის 15, 17, 18 წვიდიან, ნატურალური 20 და 22. სულგუნი? სულგუნიც გააჩნია 20 ლარი, 22. 25-ში იყიდება. რა ვიცი, აბა. შებოლილი სულგუნი? შებოლილი სულგუნიც მასე 27, 28, 30. რამდენად გაძვირდა წელს ყველის ფასი წინა წლის პერიოდთან ანალოგურ პერიოდთან შედარებით? რამდენად გაძვირდა? 2 ლარით, 3 ლარით, 5 ლარით? 3 ლარით და 5 ლარით არ გაძვირებულა, მაგრამ ნატურალური ყველი უფრო ნაკლებია წელს. ძალიან ცოტა არის და ცოტა მოიმატა ფასი და ხალხური ძალიან ბევრია და უფრო იაფია. პირიქით გაიაფთა ქართული ყველის ფასი? იაფია 10 ლარიდან იწყება. მომხმარებელი ყიდის ძვირში 12-ში, 13-ში ღებულობენ და 17-18-ში ყიდიან. აი ნატურალური ყველი შარშან რა გინდა მაგალითად? ნატურალურიც მასე იყო შარშან 22, 23. კარგი, თქვენი სახელი და გვარი? მერი გორგა. გაქვთ თუ არა ახლა იმედი რომ გაიაფთება საკვები პროდუქტები, მას შემდეგ რაც ოცნების ოცნების სარობა ლაპარაკობს იმაზე რომ ფასტამატები არისო ძალიან შეუსაბამოა. მოყვანებები წავა, ძროხების მოგება წავა და რო გაიაფთება. კარგი, მადლობა. გამარჯობა. თქვენთან რა ღირს ყველი? მერული? დიახ. ყველას ერთი ფასი აქვს. ეს ნატურალური ყველის ფასია 20 ლარი. და სულგუნი 30. რამდენად გაძვირდა წელს ყველის ფასი, ეგ რომ გითხრათ? გასული წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით.
შეგიძლიათ რომ გითხრათ? რა დიდი? რამდენი გაძვირდა წელს? გაძვირდა, იმიტომ რომ არაა წველა ახლა დედ. ამ პერიოდში წველა არაა სოფელში და სოფლის წველი ასევე. და პარაშუტის რა ვიცი რა ფერდი. და გასული წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით რამდენი გაძვირდა? თქვა გასული წლის სახალხო დღეებთან შედარებით. ფასი იყო გასულ წელს კიდე. არ იყო ასე. ანალოგური ფასი იყო, ხო? რადგან გჯერათ იმის რომ შეიძლება გაიაფთეს საკვები პროდუქტები საქართველოში, ვთქვათ ბრინჯის, მაკარონის, სხვა პროდუქტების ფასები, რაც დღეს ლაპარაკობს ოცნების მთავრობა. მოგვიმატეს 20 ლარი, გაძვირდა ყველაფერი. ახლა გამგობენ დენი ძვირდება, გაზი ძვირდება. რა თქმა 20 ლარი რა ჯანდაბა? პენსია 20 ლარი. არც მის ეს არაუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას პენსიის განზრდა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ხო, ფასები ყოველწლიურად წამლები ძვირია. აგერ გვერდები მტკივა გაჭირებული ვარ, ახლა გაზი ჩართული მაქვს. ისე ცუდად ვარ, ძალიან ცუდად სალაპარაკოდ კიდე არ ვარ. განცით თუ რაცა და წამალი რო იყიდო კაცმა ერთი დამაყუჩებელს უნდა აგერ 20 ლარამდე მაინც ხო? საიდან მეიტანოს ეს პენსიონერი ვარ და აგერ ზივარ შეხეული მაქვს წელი. 10%-იანი დაგვაქვს ჩვენო ეკონომიკისო, ირაკლი ყობახიძე ამბობს. არა ისახა ეს თქვენზე ეკონომიკური ზრდა, ან ევროპაში ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვაქვსო. მე არ მინახი არაფერი და რა ვიცი. პენსიონერი ვარ და ვზივარ აგერ, ქვაზე ვზივარ, ამდენი წელია, არ მყოფ მისი პენსია და რა ვქნა. სად მიდის მაშინ ეს ეკონომიკური მატება და ახალი მილიონები? არ თქვენ დაკვირვებით სად მიდის? თქვენ როგორ ფიქრობთ? მაგენი ჯიბაში მილიონები ხონახეთ მაგენის ოჯახი. ღარიბაშვილის იმაში ხო? გეცახა დააკავეს ყოფილი პროკურორი, რომელიც აღმოჩნდა რომ ყოფილა განზრახ პროლობის შემკვეთი. ასეთი თავად ოცნების ვერსია. შედარებით საქმეთა სამინისტროს ვერსია, რომ მოთარ ფარცხალაძე, რომელიც იყო მთავარი პროკურორი საქართველოსი, აღმოჩნდა განზრახ მკვლელობის შემკვეთი. ასეთი ბრალდების ვერსია. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? არ ვიცი, დედმასე რაღაც ნიშნავს. როცა მილიონებს პოულობენ ამ ყოფილი მაღალი ჩინოსნების სახლებში. არა, მილიონებს რო პოულობენ, პენსია რა, ყოველ წელს 20 ლარი რა. შეიძლება მომავალ წლამდე სულ არ მივიდე ახლა რა ყოველთვის 20 70 წლის გავხდები მაგრამ რა არის 20 ლარი მათხოვრული იგი ხო? ანუ ეს არაუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას. 20 ლარი დამატება პენსია. რა არაფერი დეჭიმ. წვალო ბაგე რო იყოს ყოფნიდეს ხო არ ვიცვალებ ამ სიცივეში. 70 წლის ხალი ძივარ არ ყოფნის და რა ვქნა. აქ რატოა ისე ასეთი ძალიან რთული პირობები ხო? თან რაღაცა ქვის დასხმულზე, ყოველგვარი გათბობის გარეშე. ბაზარში გათბობა ვინ გადის? ბაზარია ხო? ბაზარში გათბობა საიდან იყო? აქ რამდენი წელია რაც მუშაობთ? 25 წელი. და რამდენად გართულდა ახლა თქვენი ცხოვრება ბოლო 25 წლის განმავლობაში? რამდენად შეიცვალა? რა ვიცი. მადლობელი ვარ ღმერთის. უფალის მადლობელი. რასაც მაგდებს უფალი მადლობელი. მაგრამ რატომ არ გიჯერათ იმის რომ შეიძლება მართლაც გააიაფოს საკვები პროდუქტები ოცნების მთავრობამ? აი პარლამენტმა შექმნა სპეციალური კომისია. სად გაიაფებს თბილისში რა ხდება ხო ხედავ? პროდუქტებზე რო შედიან საშინელი თბილისში ცხოვრობ ჯებიშვილი. საშინელი ამბავია, რაც გაიაფებს არ ვიცი, ღმერთმაგნას გაიაფებს, მაგრამ არ მჯერა. არ ჯერათ, ხო? რატომ არ ჯერათ? თქვენ ჯერა? ოცნების მთავრობა. თქვენ ჯერა? მე თქვენი პასუხი ოცნების არაფერი არ მჯერა. რაზეა? ჩემზე არაფერი არ მოუტანია მაგრამ. რაზე არიან ორიენტირებული, რაზე მუშაობთ თქვენი ოცნების მთავრობა? არ ვიცი. რა არის ივანიშვილის მიზანი? თავიანთი შვილები ხო არიან ბუნებაში. მათ შორის ევროპაში ძალიან ხშირად, ხო? კი ბატონო. და ჩვენ გვაშორებენ ევროპას. ამაზე რას ფიქრობთ? როგორ აისახება ჩვენზე ევროპაზე დაშორება და პირიქით რუსეთთან დაახლოება? რუსეთი მოგწონთ თქვენ მე არა. არა, ფაქტია რომ აქეთკენ მივდივართ. ეს როგორ აისახება ჩვენზე თქვენი? ხო, რუსეთიდან მივდივარ, ფაქტია, ხო. ეგ როგორ აისახება ჩვენზე და ჩვენს ცხოვრებაზე თქვენი ეს? არ არის ეს ნორმალური, რა ვიცი, ჩემი ბიჭი. კაი. თქვენი სახელი და გვარი? ნატო ბოკუჩავა. დიდი მადლობა კაბატონო ნატო, ნატო ბოკუჩავა, სუსმენდით. მადლობა მეც გილოცა. მადლობა. უკან გავიგეთ ყველის ფასებიც. ვიცი თქვენ გავიგეთ ყველა საკვები პროდუქტის ფასი, რომელიც განსაკუთრებით არის მოთხოვნადი ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად. Hasan.
გამარჯობა, თქვენ რამდენად ხედით ინდაურებს? 150, ხო? რამდენად გაძვირდა წელს ინდაურის ფასი? შარშან რა ღირდა ანალოგურ პერიოდში, ანუ წინა საახალწლო დღეებში? ეს ფასი იყო? თქვენი ცხოვრება რამდენად გაძვირდა ამასობაში? ცხოვრება კი გაძვირდა. ყველაფერი ფათი და ამას იადგები რაპორტები აი პენსიებს ვამატებთ თუ პენსიებს თვითონ ყოველწლიურად ემატება პენსიას რაღაც გარკვეული როლი? არა. აი წელს ხო დაემატა ახლა პენსიებს? დაემატა და რა ვიცი იადგები და იქნებაო და არის ეს მნიშვნელოვანი შეღავათი თქვენთვის პენსიის გაზრდა? რაღაც ცოტა მეტი დაემატებიათ ისიც გაიქნებოდა. გჯერათ იმის რომ გაიაფთება ცხოვრება, იგივე პროდუქტები, რაც დღეს ლაპარაკობს ოსტემისთავრობა და კობახიძე, რომ აი ძალიან ძვირია ეს პროდუქტები, რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია და ამას შეისწავლის გამოძიება და ამის შემდეგ შეიძლება გაიაფთეს ეს პროდუქტები. ამაზე ლაპარაკობს ოცნების მთავრობა. გჯერათ ამის რომ ეს მოხდება? არ ვიცი. მე ოცნების მთავრობის აღარ მჯერა. რატომ აღარ გჯერათ? რატომ და ტელევიზორზე უყურეთ იმდენი ისა აი აქციები არის მაგრამ ისარი გაქრია და დაჭერები და რამდენი ამ მაღალჩინოსებს, ყოფილ მაღალჩინოსებს რო იჭერენ, ხო? იმას ვეღარ იმას ვიგამ, იმიტომ რომ ისინი რას აკეთებენ ჩვენ მაღაზიებს გებულობ, მაგრამ ისე ბევრი ის კი არისო რა ქვია. იმისი რა ქვია, დაფანჯამბერია, არის მაგერა. ფულის ამბები, კორუფციის, ხო მილიონები. კი ბატონო, მილიონები ისე ამბობენ ვითომ და არაფერი. ჩვენ გლეხ ყველა გლეხს აწოდა. ისე რა გამოდის ეს, როცა ამდენ მილიონის შეულობს ყოფილი მაღალჩინოსნები. თან რაც თავარია ვინც უნდა აკონტროლოს ეს სიტუაცია, რომ ვიღაცამ ფული არ მოიპაროს, რაც უსის უფროსი, ხო, ილუაშვილი. ის თავად დააკავეს იმის გამო, რომ შენ მილიონები მიითვისეო. კი ბატონო. ხო, ანუ თქვათ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ასევე პასუხისმგებელი იყო სისტემის გამართლების მშობლად, ის თავად დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მე რო დააკავეს რა მოხდა, მაინც თავისუფლებელი არიან, მაინც დადიან შეულოდნელად. ხო. თქვენ რას ფიქრობთ კაბოტონი იგივეზე? რა ვიცი, ახლა რომ წიგნი მილიონები დაარგებენ ახლა 20 ლარ პენსიაზე 45. მოადანებენ უკან. დავაჩენშვილი მოbrunდება უკან ისე მაგენიც. არ გაიზრდება პენსიები და არ გაუჯობესდება თქვენი ცხოვრება? არა მგონია. თუნდაც მოა მილიონერებს შეგვეძლო. კი. igen, სკამიზაბრძოლობენ. აი დღეს უკვე ყოფილ პროკურორის, ყოფილ მთავარ პროკურორის წარმოდგენას ბრალი ოთარ ფარცხალაძის მას ედავებიან განზრახ მკვლელობის შეკვეთას. ყველაფერი ხდება და გასასამართლოს შემი პროკურატურაში. ჩვენ მაგას ვერცერთი ვერ გამოასწორეთ. igen, უზერად არიან მიწყობილობის პირველ საფეხურიდან ბოლო საფეხურამდე არიან, მაგრამ თქვენთვის რას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს მოქალაქეებს, ხო? ჩვენ ვქირავთ და ჩვენ ვუხდით ხელფასს და ამ დროს როცა მილიონები აღმოჩნდება ამ ადამიანების ხელში უკანონოდ, რა თქმა უნდა, და ლაპარაკია მაღალჩინოსნებზე, ხო? ყოფილ პრემიერზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, სუსის ყოფილ უფროსზე. ახლა მე რომ მილიონერი მომწევ, მე ხელა დამიჭირამი, სახე ვიმშობ. ანუ რასთან გვაქვს საქმე? ხლეტავებთან, ჭაბელებთან. და ივანიშვილის მიზანი რა გამოდის? რაზე მუშაობს ივანიშვილი? ერთი კაცი და რა უნდა ხო, მაგრამ დამნაშავე ვინ არის თუ კი ამდენი ხალხი ამდენ მილიონს ჩვენ გვპარავს მოქალაქეებს? იმან ენდო ყველას, რაღაც ახლა მე ვენდე საქართველოს, ჩემი შვილი გავზარდე გუშინ, თავდაცვის იმაში ჯარში წეყვანა და მოფიენდა თანხადა. ესე ივანიშვილი. ანუ მას პასუხი არ უნდა მოეთხოვოს? რას მოთხოვას? იმან ენდო ყველას და ყველამ შეჯამ. კარგი, გავიგოთ თქვენი მოსაზრება. თქვენ რას ფიქრობთ იგივეზე? ანუ ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე? თუ კი ამდენ მილიონს შეულობდა მაღალჩინოსნები? მისცა საშუალებაში თვითონ ისინი არიან დამნაშავე, აბა მეტი სხვა ვინა? ივანიშვილი? ივანიშვილი ტრამპ პირველი ისა. ივანიშვილის უნდათ ისინი ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ანუ ის არის თავარ გაწყობილების მიღები, ხო? მგონია ძალიან სასახად ჩანს, რომ ის იღებს თავის ყოფილებას.
რა გამოსავალი არსებობს ახლა თქვენი აზრით ქვეყანაში რომ შეიცვალოს ამ ქვეყნის საქმე უკეთესობისკენ? თუ ლეხობას დაუჯერებენ და თუ არჩევნები იქნა ნორმალური და თუ არ გააყავდნენ, მე მგონი ყველას თავისი ადგილი მიეჩნია. ან გამნა გააკეთოს ოცნების თავრობამ რომ ეს იყოს სწორი თქვენი აზრით. თავრობა თუ არ გააყავდა არჩევნები, ან არჩევნები უნდა ჩაატაროს, მე ამას ვფიქრობ. კი, კაია, თუ ნორმალურად ჩატარდა არჩევნები, მე მგონი ყველა ჩემისგან ადამიანი მისცემს იმ ხალხს, იმ ოპოზიციას, იმას რა ქვია, ხმას და თავისთავად უნდა გადადგეს რომელიც ახლანდელი თავრობაა. მაგრამ გაქვთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოლოდინი, რომ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. მე არა ნაგო ის არჩევნები შეგვიძლია ესენი გაიმართოს. მაშინ რა გამოსავალი რჩება, რომ შეიცვალოს პოლიტიკური სიტუაცია? მე არ ვიცი როგორ იქნება. ამ წინააღმდეგობაზე და საპროტესტო აქციებზე რას ფიქრობთ? რაც გრძელდება უკვე, ხოდიში დაასრულეს, ხო? რას ფიქრობთ ამ აქციებზე, ანუ რომელიც გრძელდება უკვე 400 დღეა ქვეყანაში? აქციებზე აქცია არის ნორმალური შვიდობიანი აქცია არის და ესენი დაჭერილი იმაზე იჭერენ და ქვია ტროტუარზე იჭერს. ეს როგორია მე დავვერდი და ასეთი არჩევნები და ასეთი ნიარმინა. საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა მგონი მსგავსი შემთხვევა, როცა ტროტუარზე ვიღაცა დაეკავებინათ პროტესტის გამოხატვის გამო. ტროტუარზე დადგა და იქ დაიჭირე, პირბადე გაიკეთე, იმაში დაიჭირე და რა გამოვა. ოპოზიციის მთელი ლიდერები ციხეში ჩასვლა. რატომ ჩასვა ეს ლიდერები ციხეში? იმიტომ რომ რა თვითონ უნდა გამარჯვება რას უსურვებთ თქვენი ახლა ახალ წელს საქართველოს? შვიდობიანი ცხოვრება იქნეს და ნორმალური ეს შვიდობა და განვითარება რა შემთხვევაში გვექნება ჩვენ? თუ კი ვიქნებით ახლოს ევროპასთან, თუ კი ვიქნებით ახლოს რუსეთთან? ევროპასთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპასთან, იქეთ გეზი გქონდა, მაგრამ ეს რუსეთიდან ავით დავიხდნენ და ისწავლე იქეთკენ ვიზგირად მინდა. აბა ომი გინდა თო როცა გველაპარაკება უცდება, იმიტომ რომ თუ რუსეთთან შეიძლება ქონდეს საომარი სიტუაციაო, ამით გვაშინებს ჩვენ ოცნების მთავრობა და რუსეთმა შეიძლება დაგვიწყოს ომი ისევ. თუ კი ვიქნებით ახლოს ევროპასთან. თვითონ არის იქეთ გადაყრი. რუსეთისკენ? რატომ არიან გადაყრი რუსეთისკენ? რატომ აწყობს ივანიშვილს რუსეთი თქვენი აზრით? რუსეთს ფული აინტერესებს, მას რო არ დაეკავოს რაცა. ალბათ იმიტომ, მეტი რა. მადლობა, თქვენი სახელმწიფო მალხაზი. გვარი? დიდი მადლობა ბატონო მალხაზი, მადლობა. მაგას ვამბობ რომ ოდა გავიგეთ ფასები მოვკითხეთ ჩვენ იმ პროდუქტების ფასები რომლებიც არის ყველაზე მოთხოვნადი საახალწლო დღეებში ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით როგორც გითხრეს ძირითადად საგპროდუქტების ფასები არის გაზრდილი განსაკუთრებით გოჯზე გითხრეს რომ არის გაორმაგებული ფასი და ღირის დაახლოებით 300 ლარი 300 ლარამდე 250-300 ლარი ასევე გაზრდილია ქათმის და ინდაურის ფასები ყველი საშუალოდ 25 ლარი ღირს იმერული ყველი 22-25 ლარი რა ვიცი ხედავთ რომ ახალი წლის მოახლოება მაინდა-მაინც ბათუმის აგრარულ ბაზარს არ ეტყობა კარგი რაღაცა სიმრავლე ადამიანების ჩვენ წინა საახალწლო დღეებშიც ვიყავით აქ და მაშინ ბევრად უფრო მეტი იყო როგორც მოვაჭრე ასევე მსურველები რომ ეყიდათ წინა საახალწლოდ
აგრარული პროდუქტები ანუ არ უნდა ვიყიდე უფრო იაფად ვიდრე სუპერმარკეტებში. მოგესალმებით, თქვენია ეს ხორცი? ფასები რო გითხრათ, როგორ არის? უგა მოჩნდები თქვენ, უბრალოდ ფასები ჩამოგვითხრათ. გამარჯობა. ხორცის ფასები შეგიძლიათ რო გითხრათ? საახალწლოდ გადავიდა თუ. როგორი ფასებია საშუალო? 27, 28, 23, 24. ეს სულიანი ხორცი ალბათ, ხო? ყველაზე მაღალი ფასი თქვათ როგორია? ანუ საუკეთესო ხორცის 28 არის, ხო? და რომელი ტელევიზია? ბათუმელები. გოჭის ხორცის ფასები როგორ არის? არ ვიცი. თქვენ არ გავხდით, ხო? რამე გაძვირდა წელს ფასები წინა წლის საახალწლო დღეებთან აკავშირებით, შედარებით. რამდენით გაძვირდა? საქონელი ვინმეს აღარ უნდა. ყველა სოფლები დაიცალა ხალხისგან და აღარ უნდა. შეუწყოს და თავრობამ ხალხს რომ სოფლებში წევიდან იცხოვრონ და საქონელი შეინახონ. მთელი აღარ ცხულოში კარტოფილი მოდის და აღარც იგი მოდის არაფერი არ მოდის. საიდან მოვიდეს? ყველა ჩამოვიდა აქ მუშაობს ორიგებაში. თავრობა უნდა შევიწყოს ხელი რომ სოფლებში კაცები და ზოგადად შეინახოს კარტოფილის დარგას, ხალხის დარგას გეიგება ლობიოს. მაგრამ არ უწყობს ეს. იმის რომ ეს ბიზნესები შემოაკვდა, მათ დინდებიან და გლეხი ხალხი არაფერი არ. ანუ წყობს ხელს მთავრობა, იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მთავრობა, მათ ძალიან ბევრი პროგრამები აქვს. თამაში მილიონები იხარჯება, რომ ხელი შეუწყოს მესაქონლეობას. იხარჯება, მაგრამ ვისთან მიდის ეს მილიონები? საქმე ესა. არის ბიზნესები და შენ მაგათ უთხარი, შეინახე საქონელი, საქონელი უყიდე, ამდენი. შეინახე, ესე იგი ამრავლე. თუ არ ამრავლებს, დააჯარიმე. მაშინ განვითარდება სოფლის მონება და იაფი იქნება ყველაფერი. ახლა ზვირია, ვინმე კასპი რომ არ იყოს ჩვენ საქონელი არ გვექნება საერთოდ ბაჯარი. ან კასპში ყავთ ძირითადად, აქედან შემოდის ყველაზე მეტი. ჩამოდიან ვიყავარ პატარები ასუქები იგი კორმავედი იგი და მოაკვან მე ისე ჩვენ ნახოს. ასე რომ შეუწყოს ხელი რომ უროშტაი ის ხალხ ქედის ხალხ შუახევში შეიძლება. ნიჩოთანი ჯერ კიდევ პოპულარულია ხულოში, შუახევში, აჭარისფრთიანეთში მესაქონლეობა, ხო? შეიძლება. ერთეულები. მაგრამ იქაც ბევრი პრობლემები აქვს, როგორც ისიც დაავადებაც იყო გავრცელებული ასევე. მაგრამ ეს პერიოდი მაისის პერიოდში არაფერი. ხალხს შოუს. მაგრამ იგივე აცრა და შესაბამისი რაღაცა მკურნალობა იყო პრობლემა მესაქონლეობისთვის. მე ზუსტად ვერ გეტყვი. ხალხს არ უწყობს. მაგალითად ხომ განვითარება ხონდა. ხო. ერთი პერიოდი შემეიყვანა ფრანგების საქონელი იგი. ხოდა? ან ჯიში შეცვალეს? შეცვალა, შემეიყვანა. ხოდა? ერთი კვირის და ორი კვირის უკან დაკლასი შემეიდაა საქმე. იმას რატომ არ მოთხოვეს, რატომ დაკალია და შეედანა, რატომ არ ამბობს საქონელი. არავინ არ აუთხო. ამისთვის ხალხი აღარ საქონელს ინახავს, არაფერს აღარ მუშაობს. ყველა წამოსული გუშიკად და იმას მუშაობს, მაგრამ მეტი ფული მიშოვე ვიდრე სოფელში. ადრე კომუნისტების დროში დამპალევაში ჩამოვარდებოდა იგიც ფული იყო. ახლა პირიქით შეკვეცეს ეს ჩვენების კარხანა იგი. ვიღას ვერ აღვიძა. ფულოს კარტოფილი არაფერ არ ვარდა, ვიძოლე აღარ მოყავს, აღარ წამავს. ეხლა ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე და ოცნების მთავრობა იმაზე, რომ უნდა შეისწავლონ ფასნამატები საკოპროდუქტებზე და გამოიძიებს ამას შესაბამისი უწყება. უარესი გახდეს. ახალ ბიზნესს ახალ შეიძლება თუ კასპი ჩამეიღოს
აჭარაში აღარ არის საკონელო კაცმა დაკლას. აჭარაში საკონელო არ არის. და იმის გჯერათ რომ გაიაფთება საკვებ პროდუქტების ფასები? თუ სოფელში არჩევდა ხახმა და სოფლად არ იცხოვდა, მაგალითად მაშინ კორტოხია თუ საცხოვრებში მაშინ აცმა ჩამეიყვანეს ეგეთ ხოლო სენსი უშენე სახე ჩამეიყვანეს ის ზოხა შეინახავს შენ თვითონ თუ იმას კიდე შემეიყვანოს იმას საკონელდე მის ფული დამიცეს 10 წადი იყიდე საკონელდე მაგრამ დაგაორი რომ საკონელდე რამდენი გამოსვლის როგორი შეიძლება იგი ეს ყველაფერი უნდა დაამტკიცოს იგი და რომ კაცი ისე იგი თუ ის ნაკლი საკონელდე ხვალდაზე დაკავოს ჩანაიდანსა და ასე უნდა მოთხოვოს ასე სოფლები არ გავუთავდეთ. მადლობა, თქვენი სახელმწიფოარი. მადლობა. აჭარის რეგიონია? აცუმელები. და გავიგეთ საქონლის ხორცის ფასებიც. მე არის. მე არ ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი დაგვდა გაძვირებული, რაც არის ლოგიკურიც წინა საახალწლო დღეებში, მაგრამ ჩვენ ვიკითხეთ, რადგან გაძვირდა ბაზარი გასული წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით და გითხრათ, რომ ამ კუთხითაც არის გაზრდილი ფასები. ყველაზე მეტად გაძვირებული სავარაუდოდ არის გოჭის ფასი, რომლის ფასი დაახლოებით 250 300 ლარია და გასულ წელს ანალოგურ პერიოდში, ანუ წინა საახალწლო დღეებში გოჭის ფასი იყო 150 ლარი. ასე რომ გაიზარდა ყველის ფასი, ინდაურის ფასი, გითხრათ რომ გაიაფთა მხოლოდ იხვი, რადგანაც მისი მყიდველი კიდევ უფრო შემცირდა. ასე რამდენიმე ლარით, მაგრამ განზრებულია ნიგზის ფასიც. და თქვენ ისმენთ თავად მოვაჭრეების განწყობებს, რა მოლოდინი აქვთ მათ? აი იგივე კობახიძის ცნობილ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ფასნამატებზე კრიტიკას და იმას, რომ დაიწყება გამოძიება ამ კუთხით, რომ შეისწავლონ ფასნამატები რამდენად კანონის ფარგლებში ხდება საქართველოში. ასეთი სურათი დაგვდა ბათუმის აგრარულ ბაზარში. ეს უფრო ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. მდროებით.